რას ეფუძნება ალიევის სითამამე მოსკოვის მიმართ და რამდენ ხანს შეძლებს ბაქო წინააღმდეგობის გაწევას. აზერბაიჯანი დიდი ხანია სტრატეგიულ დიპლომატიას აწარმოებს რუსეთის მიღმა და მას დღეს უმნიშვნელოვანესი პოზიციები უჭირავს არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთლიანად ევრაზიაში. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ მისი ენერგორესურსები. აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და მისი რესურსები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როცა ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული გაზის ალტერნატივის ძიება დაიწყეს. ევროპა უკვე იღებდა გაზს სამხრეთის დერეფნიდან, რომლის ნაწილიცაა ბაქო-თბილისი ერზრუმის მილსადენი. აზერბაიჯანულმა სოკარმა კი 2024 წლისათვის ამ მილსადენით 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიტანა ექსპორტზე, მათ შორის დაახლოებით 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიაწოდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია. როგორც ვარაუდობენ, 2027 წლისათვის ამ მარშრუტით ყოველწლიურად 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავა ექსპორტზე, რაც რა თქმა უნდა საქართველოსვისაც მომგებიანია. 2024 წელს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ევროპა კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა აზერბაიჯანთან თანამშრომლობას და მაგალითად გერმანიამ აზერბაიჯანულ სოკართან 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანისაგან წლიურად 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იყიდის. ამ ფონზე ბუნებრივია ვითარდება აზერბაიჯანის ეკონომიკაც. 2024 წელს მისი ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა, 2025 წელს კი სავარაუდოდ ზრდა 3,5% იქნება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან და თურქეთთან, რომლებიც დიდი ხანია იარაღს აწვდიან აზერბაიჯანს და როგორც აღვნიშნეს, სწორედ ისრაელისა და თურქეთის ტექნოლოგიებმა მისცეს ბაქოს მნიშვნელოვანი უპირატესობა ბრძოლის ველზე, როგორც 2020 წელს, ისე 2023 წელს. 2024 წლის თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ კი ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და დაიწყეს საუბარი საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და დაზვერვის გაზიარებაზე. ლირიული გადახვევა რომ გავაკეთოთ, თუ გახსოვთ 2025 წელს ევროვიზიაზე აზერბაიჯანმა 12 ქულა სწორედ ისრაელს მიანიჭა.